ბიზინა ივანიშვილმა ბოლოს წაიკითხა ბერას ლექსები. მანამდე ცოტა ხნით ადრე წაიკითხა არ ვიცი ვისი ავტორობით ნიცშეს კრიტიკა. მანამდე ცოტა ხნით ადრე წაიკითხა განძის კუნძული, ან საიდუმლო კუნძული. მანამდე ცოტა ხნით ადრე წაიკითხა გრაფი მონტე-კრისტო, რო არ დამავიწყდეს და აბატ ფარიაზე ექნება აბატ ფარიაზე ექნება საკუთარი შენიშვნები და ასევე გრაფ მონტე-კრისტოზე რა საკვირველია და კიდე რა ვინ გავიხსენოთ იმ ნაწარმოებიდან რა ერქვა იმ პროკურორს რა ერქვა და რა გვარის იყო და გახსოვთ მე არ მახსოვს და ვილფორი თუ არ ვცდები თუ დაგლასი და ვილფორი ხო შეიძლება მეშლება ვილფორი და კიდე იმ გრაფი მონტე-კრისტოს სვისა გრაფ მონტე-კრისტოს ვინც ედმონ დანტეს ვინც უყვარდა იმ გოგონას ერქვა მერსედესი. მოკლედ მათზეც წაიკითხა ესე ვიტყვი. მანამდე ცოტა ხნით ადრე წაიკითხა ტომ სოიერი ისიც არასრულად ჰეკლბერი ფინს არ გაკარებია და თხა და გიქო. მოკლედ ჩამოვასახელეთ დაახლოებით 10 ნაწარმოები ხო ნუ ჩამოვასახელეთ კი ბატონო. და ბოლოს ბიზინა ივანიშვილმა როგორც ჩანს წაიკითხა ევთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დაწერილი ანგარიში ან მისი ძირითადი ბულიტები. და როგორც ჩანს წაიკითხა რა დაიზაფრა ბიზინა ივანიშვილი ან დაიზაფრა ნაწილობრივ და საკუთარ მომხრეებს კი არა წანაზარდებს ირაკლი კობახიძეს და სხვებს უთხრა რომ აი ნაწილს მაინც დავეთანხმოთ ზოგ მათგანს ზოგ რეკომენდაციას მაინც დავეთანხმოთ. შესაბამისად ირაკლი კობახიძე რომელსაც ჩალის ფასი აქვს და საკუთარი სიტყვა არ ეთქმის საკუთარი აზრი არ აქვს ირაკლი კობახიძემ თქვა შემდეგი და ეხლა მე უნდა ჩავიკითხო და მეკარგა ამასობაში თა ვარს აქვს გამოქვეყნებული ალბათ სხვასაც მაგრამ თავარს წავაწყდი აქედან გამომდინარე ხო ეს არის ჩვენ ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს რომელიც ასახულია ამ დასკვნაში ამ ანგარიშში. მინდა აღვნიშნო რომ ამ დასკვნაში წარმოდგენილია კონკრეტული და უცებ ამბობს. მინდა აღვნიშნო რომ ამ დასკვნაში ამ ანგარიში წარმოდგენილია კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები რომლებიც შეესაბამება არ შეესაბამება კი არა შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც არის აუცილებელი. ბოდიში ბიზინა ივანიშვილმა რომ წაიკითხა ამის მადასტურებელი სწორედ ეს წინადადება. ბიზინა ივანიშვილს ეს რომ არ ეთქვა ირაკლი კობახიძე თავად თავის ინიციატივით ამ უკანასკნელ წინადადებას უბრალოდ არ და ვერ წარმოთქვამდა. იმიტომ რომ აქამდე ისინი იხეოდნენ უკაცრავაცნისთვის და ამბობდნენ რომ ევთო ან ნებისმიერი ევროპული ორგანიზაცია ნებისმიერი დასავლური ორგანიზაცია რასაც ჩვენზე ამბობს ეს ყველაფერი სიცრუეო და ახლა მოუხდა მოუწია ირაკლი კობახიძეს რა საკვირველია ბიზინა ივანიშვილის ნებართვით და ხელდასმით და კურთხევით დალოცვით ბიზინა ივანიშვილი რო წერს პირჯვარს ისე დაახლოებით თქმა იმისა რომ ნაწილს რეკომენდაციებისა ჩვენ ვეთანხმებითო კი მაგრამ თუ ეთანხმებოდნენ და ხვდებოდნენ ასე მაინც და მაინც ევთოს უნდა დაეწერა რამ დოკუმენტი ევთოს 100 გვერდიანი დოკუმენტი მაინც და მაინც ევთოს უნდა შეექმნა ამ ხელა დოკუმენტი სქელტანიანი თუ როგორც ჩვენ არ ვიცით აზია საუბარი მაგრამ თუ ეთანხმებოდნენ და თუ სწორი რეკომენდაციები შენიშვნები გაუზიარა საზოგადოებას მსოფლიო თანამეგობრობას ევთოს ექსპერტი უნდა ყოფილიყო ხელმომწერი და თავად ეს არაჩალის თვიანიანები რო გონიათ საკუთარი თავი აქ ამაზრამდე არ უნდა მისულიყვნენ მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ დაეთანხმებიან ყველაფერს რომ დაეთანხმონ გამოდის რომ ყველაფერზე დაიხიეს უკადარად და ეს კვლავ მინდა ხაზგასმითნელობა მინდა ვთქვა ეს არის ერთიანი დოკუმენტი არ შეიძლება ამოვხევ თქვენის ნებართვით არ შეიძლება იზიარებდე პირობითად 30-ე რეკომენდაციას და ასევე ამოვხევ 28-ს არ იზიარებდე აქ რეალურად 28 ივნისია და 30 ივნისი მაგრამ ეს ერთიანი დოკუმენტია არ შეიძლება შენ გადახიო
22-ვე რეკომენდაცია და ამას კი მოაწერო ხელი, ამაზე კი იყო თანახმა ყაბულ და თქვა რომ ამას შევასრულებ. სანახევროდ შესრულება ამ სქელტანიანი დოკუმენტის რომელიმე 1 ან 7 ან 18 რეკომენდაციისა არ ჩაითვლება და ვერ ჩაითვლება რომ ვიცოდეთ მაინც ამ რეკომენდაციების შესრულებად 99%-იც რომ შეასრულოს ქართულმა ოცნებამ და ერთი უმნიშვნელო თუნდაც ან მისი აზრით უმნიშვნელო რომ დატოვოს შეუსრულებელ მდგომარეობაში ევთო არ ჩაუთვლის მას ქართულ ოცნებას ამ დოკუმენტს შესრულებულ ამ რეკომენდაციებს შესრულებულ. ამავდროულად ჩვენ არ ვიცით რას გულისხმობს ირაკლი კობახიძე. მაგალითად შეიძლება გულისხმობს ამგვარ რამეს. მოდი პირბადეებზეც მიმახვილებს ყურადღებას ევთოს მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში არსებულ ანგარიშში ეს საერთაშორისო ორგანიზაცია და მოდი და პირბადეების ტარების უფლებას მივცემ მოქალაქეებს აქციებზე. დანარჩენ 100 რეკომენდაციას დავხევ. ეს არაფერი არ იქნება, ხაზგასმით მინდა ვთქვა. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში, თუმცა მთლიანობაში ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარმოდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ თემას. ამ სპეციალურ ბრიფინგზე, როგორც ჩანს, ორშაბათს გაიმართება გარკვეულზე მაღალი ალბათობით, პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი არ იქნება, ანუ არ იკადრებს და არ ჩამოვა აბასთუმნის უღრანებიდან თბილისის არაუღრანებში პარტიის ოფისში და არ თუ მთავრობის ადმინისტრაციაში მით უფრო და არ დადგება ბრიფინგზე, ანუ ანდობს პარტიამ რატომ უნდა ჩაატაროს საერთოდ არ მესმის, მაგრამ ერთ წუთს წარმოვიდგინოთ რომ პარტიას ან აღმასრულებელ ხელისუფლებას წოდებულ ბანდას ანდობს ამის გაკეთებას. თუმცა ყველა ვხვდებით რომ უშუალოდ ბიზინა ივანიშვილი არის უკან დახეული ერთგვარად უკან დახეული და მას გონია რომ თუ ერთ ბარტყს გადაუგდებს ერთ რეკომენდაციას 7-15 99% რეკომენდაციებისა გადაუგდებს ევთოს, ანუ დასავლეთს, იმ 1-7-18-35%-ს, რასაც არ შეასრულებს, იმას აპატიებენ, არა. მე უნდა ვუთხრა ბიზინა ივანიშვილს, რომ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ზუსტად არის შესასრულებელი პირბადეების აკრძალვის გაუქმებიდან დამთავრებული პატიმრებისგან თავისუფლებით სრულყოფილი გამოძიებით ამა თუ იმ кейსზე, ამა თუ იმ ამბავზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი შესასრულებელი. ეხლა რო გითხრათ რომ მოუწევს მეთქი ყველას შესრულება ხას უსვავ. იმედი მაქვს არ მიიჩნევთ რომ ვაჭარბებ. მოუწევს, მაგრამ გარკვეული ჭირვეულობის შემდეგ, აი რომ არ გინდა ტანტრუმი რო გაქვს დამართული, მაგრამ ბავშვი რო ხარ. ოღონდ ჭირვეული ბავშვი რო ხარ. უაზროდ რომ ტანტრუმობ, უაზრო ტანტრუმი რო გაქვს, მაგრამ მერე მიზესთა გამო რომ შენ მოგიწევს, კი ერთხელ გაგიგორეს და ბიზინა ივანიშვილს ბევრჯერ გაუგორეს. გაგიგორეს ერთხელ, გაგიგორეს 10-ჯერ, გადაავადეს შენს წინააღმდეგ სანქციები თუ რეპრესიები, მისეული გაგებით რეალურად კი სანქციები და მარწუხების მოჭერა, მაგრამ როდესაც ძალიან ჭირვეულობ და ამ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ რომ მოზარდია, არამედ სრულწლოვანია, რასაკვირველია, შენს წინააღმდეგ იღებენ მკაცრ გადაწყვეტილებას. ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური როგორც ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს დოკუმენტი რაღა იგაჩნდა ეს დოკუმენტი, ამ დოკუმენტს არავინ არ დახევს და არავინ არ დაუკრავს სტაჟს ბიზინა ივანიშვილს იმ შემთხვევაშიც კი თუ 100% შეასრულებს ის იმ რეკომენდაციებისა, რომლებიც ამ დოკუმენტში არის გაწერილი 20-ს, 29-ს, 31-ს, 102-ს, 98-ს ამ მნიშვნელობა აქვს, მართლა არ დამითვლია ის რეკომენდაციები, რომლებიც მსოფლიო თანამეგობრობას, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც გაუზიარა ევთოს მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში დაწერილ დასკვნაში იმ ექსპერტმა, რომელმაც ეს ყველაფერი დაწერა კვლავ ვიმეორებ და დადო მაგიდაზე. ყველა კითხულობს რას იზამს ბიზინა ივანიშვილი და ეს კითხვა იყო აქტუალური გუშინაც. როგორც ჩანს ბიზინა ივანიშვილმა შეარჩია შემდეგი ტაქტიკა, ის ნაწილობრივ დატოვებს. ოღონდ უყურეთ, აი მაგალითად პოლიეთილენის რა ქვია ის პლასმასის ბოთლებში გაზიანი სასმელები. ეს არ არის ხოთაშორის ირაკლი კობახიძის
ჩალისტვინიან ტვინში მოფიქრებული, ჩალით დაფარულ ტვინში მოფიქრებული რაღაც გადაწყვეტილება. ესენი რაღაც პატარა დათბობაზე მიდიან ეს ევროკავშირის მოთხოვნაა თუ არ ვცდები ასოცირების ხელშეკრულების პარაგრაფში. მაგრამ მათ გონიათ ამ ჩალისტვინიანებს მართლა მათ გონიათ რომ ამას თუ გააკეთებენ ეს იქნება საკმარისი საფუძველი გენაცვალე იმისთვის რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დააჩქარონ ან დაიწყონ უფრო ზუსტი რომ იყო. ეს არის გადაჭარბების გარეშე 1499 არა შევამცირე 3857 საკითხი. ვის რა ჯანდაბად უნდა შენ გადაწყვეტილება იმის თაობაზე კოკა-კოლას ადამიანი 1 ლიტრიანში და 1 ლიტრიანი დალევს პლასმასის ბოთლით თუ შუშის ბოთლით. ვის რა ჯანდაბად უნდა ეს გადაწყვეტილება კოკა-კოლას ბორჯობს რა მნიშვნელობა პატარა სასმისებში განთავსებულ გაზიან სასმელს. ეს არის 99000 ხარისხოვანი საკითხი. შენ ფუნდამენტურ საკითხებზე მელაპარაკე. შენ თუ გინდა რომ ფონდს გახვიდე იმით და საზოგადოებას ან სოფლიოს დაუმტკიცო რომ აი ნახე რა კარგი ბიჭი ვარ რომ აი ამ რეკომენდაციას 8358-ს მე ვასრულებ რაღაც მედავები აგე უკრაინას სულ არ შეუსრულებია ეს და მე ხომ გაზიანი სასმელების ჩამოსხმა ავგზალე პლასმასის ბოთლების ნახევარ ლიტრიან ბოთლებში ხო ეს არაფერი არ არის შენ ფუნდამენტურ საკითხებზე მესაუბრე მოსკოვის მესამე მექანიზმის კრიტიკული ანგარიში 12 მარტს რო გამოქვეყნდა ისი თქვენ და ამაზე აღარაფერს ვიტყვი ერთ წინადადებას ჩავიკითხავ პრაქტიკულად თქვენის ნებართვით რომელიც ამ კონტექსტს ეხება გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ დარწმუნებული ვარ აი რასწერს ერთ-ერთი პირი პირველ რიგში რაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ეს არის მაღალ პროფესიონალურად მომზადებული ანგარიში დეტალური და კვალიფიციური ანგარიში თავად არის წერილობითი მტკიცებულება იმ სისასტიკისა რაც ქართველმა ხალხმა ბოლო წლებში გადაიტანა და ქართველმა ხალხმა ბიზინა ივანიშვილის და რეალურად მოსკოვის ბრძანებით მოსკოვის პოლიტიკის გამო მოსკოვის რეპრესიული პოლიტიკის გამო გადაიტანა საშინელებები და ჯოჯოხეთში ვართ ახლაც ქართული სახელმწიფოსთვის ჯოჯოხეთია ის რაც ბიზინა ივანიშვილმა აქ და მოსკოვიდან ბიზინა ივანიშვილმა აქ მოგვიწყო რეალურად იმიტომ რომ ეს არ არის მარტო რაღაც 12 წლიანი თუ 14 წლიანი მართლობა ან როცა დასრულდება რამდენი წელიც იქნება გასული დასაწყისიდან ვიდრე დასაბამამდე ბიზინას დასაბამამდე რაღაცა მართლობის რაღაც ძიმეთ შეფა ეს თაობებს მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ 10 წლეულების განმავლობაში გახვება ეს იარა თაობებს ქართული სახელმწიფოსი ჩვენ მოვინელებთ ბიზინა ივანიშვილს მაგრამ იმ კომპლექსებიდან რომლებსაც ეს პერიოდი დაგვიტოვებს ჩვენ ძნელად თუ გამოვალთ ჩვენ გვჭირდება მთელ საზოგადოებას და ამეთანხმებიან ფსიქოლოგების ფსიქიატრების მცოდნე ადამიანები ჩვენ დაგვჭირდება დიდი ძალის ხმევა რომ ის ტკივილები და ის იარები ის ჭრილობები მოვიშუშოთ ის არა მხოლოდ რაღაც დეინსტიტუციონალიზირებული რაღაცა ინსტიტუტები გამოვასწოროთ რეფორმები შედგეს სადღაც რაღაცეები გავაუმჯობესოთ რაღაცეები შევცვალოთ კანონმდებლობა დავხიოთ და ასე შემდეგ არა ფსიქოლოგიური იარა ზურგში დანის ჩარტყმა ქართული სახელმწიფოსათვის რომელიც იკადრა ბიზინა ივანიშვილმა ის იქნება დიდხანს მოუშუშებელი ჩვენთვის მოუშუშებელი იარა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი თაობისთვის თაობებისთვისაც ჩემხელებისთვის ჩემზე უმცროსებისთვის კიდევ უმცროსებისთვის და უფროსებისთვის 3-4 თაობისათვის აი თუ 20 წლიან თაობაზე ვილაპარაკებთ 53 წლის გავახლავართ და ვთქვათ ჩემზე უფროსებისთვის 20 წლით ვინც არის და აქტიური ვინც არის და ჩემზე უმცროსებისთვის ვინც ახლა ვთქვათ 25-ის არის ან 30-ის არის ან 20-ის არის თუნდაც და ასე შემდეგ ჩემი შვილებისთვის ახლა დაბადებულებისთვის ნაკლებად ალბათ იმიტომ რომ ისინი გამოვლენ მაგრამ ისინიც მაინც გაიზრდებიან იმ თაობების მიერ რომლებსაც ეს იარა შეაწუხებთ 10 წლეულების განმავლობაში. კარგით, ახლა თეორიულ მსჯელობას რო დავანებოთ თავი, უნდა ვთქვათ შემდეგი. როგორც ჩანს, ბიზინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, წაიკითხა, ესე იგი, ბოლოს წინა ნაწარმოები არ დაგვავიწყდეს, რომ იყო რაც წაიკითხა ბერას ლექსები. საუკეთესო პოეტიაო, აკადრებს ქვეყანას, რომელშიც გოგლა ლეონიძე საუკეთესო პოეტად არ ითვლება.
ტიციან ტაბიძე არ ითვლება საუკეთესო პოეტად? ანუ ვერ ვაღიარებთ. რაღაც სტანდარტები გვაქვს ჩვენ. პატივისცემა ტიციან ტაბიძის მე დავიბადე აპრილის თვეში დადგება აპრილი, ხო? ან რაღაც გოგლა ლეონიძე ხიჩაღის პაემანი, ხო? პატივისცემა. მაგრამ მათაც კი რაღაც საუკეთესო პოეტს ვერ უწოდებთ. კარგი, ტიციანი საუკეთესოა, მაგრამ მურმან ლებანიძე არ არის საუკეთესო. ვერ ვიტყვით რომ საუკეთესოა, თუმცა ცხადია მურმან ლებანიძესაც აქვს ამდენიმე კარგი ლექსი. ირაკლი აბაშიძე საერთოდ საუკეთესო კი არა, საერთოდ ცუდი პოეტია, მეთქი თუ ვიტყვი, მისი შვილები მიწყენენ, მაგრამ კარგი ხარ, ნუ გავანაწყენებთ ბატონ ვახტანგსა და ბატონ ზურაბსა და ბატონ ვახტანგს. ან ირაკლი აბაშიძის პოეზიის თაყვანისმცემლებს, თუ არიან ასეთები. მოკლედ წაიკითხა ეს, წაიკითხა ის, რაღაც ბერამდე ნიჩეს კრიტიკა, ნიჩეს კრიტიკამდე რაღაც განძის კუნძული, მანამდე თუ მერე საიდუმლო კუნძული, მერე წაიკითხა გრაფი მონტე-კრისტო, აბატი ფარია, რაღა ვიღაცა, ედმონ დანტესი, რაღაცა სხვანაირი მოსაზრებები აქვს იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაეკეთებინა ედმონ დანტეს, რომელიც გარდაიქმნა გრაფ მონტე-კრისტოთ, კუნძულს ერქვა პირველ კუნძულს იფი ხო თუ იფის ხო სადაც იყო დაპატიმრებული იფის ხო ესე ხო არ მეშლება შეიძლება მეშლება რა ვიცი როდის ავიკითხე აღარ მახსოვს როგორ წლის ხო და ასე როგორც არის და წაიკითხა ეუთოს მოსკოვის მექანიზმებში bis მიხედვით დაწერილი ანგარიში დასკვნა და დაიძაფრა ყველაფერს ვერ დათმობს იმიტომ რომ იცის რომ ხელისუფლებას დაკარგავს ფორმალურად რაღაცეების დათმობა უნდა რომ წადავხიე სად იყო ეს დახეული აი უნდა რომ 28-ვე რეკომენდაცია არ გაითვალისწინოს 29 ასევე და 30 კი გაითვალისწინოს პირობითად ხო არ გამოვა გრიგოლიჩი არ გამოვა ეს ყველაფერს შეასრულებ ეს ჩემი მოთხოვნა კი არ არის ჩემი აზრი კი არ არის მე კიდე შეიძლება დამთმობი ვიყო კაცო ერთიც აკხურავს ქართველებს შეიძლება უცებ გადამიტრიალდეს ტვინი და ვთქვა რომ ქართველია რა ჭორვილაში გაზდილი პატარა ბიჭი ყვირილაში ფეხებს იბანდა და სულაც არ ფიქრობდა მაშინ რომ ასეთ ცუდ ტიპად ჩამოყალიბდებოდა ეგრე არც სოსელო ფიქრობდა თუ გულახდილები ვიქნებით მაგრამ სოსელოს მიმართ ყორღანაშვილის მიმართ ორჯონიკიძის მიმართ და შენს მიმართ და კიდევ არიან საქართველოს ისტორიაში ტიპები გული არასოდეს არ უნდა მოგიტრიალდეს და არც მე არ მომიტრიალდება მაგრამ ვაი თუ მომიტრიალდა დასავლეთელებს არ მოუტრიალდებათ იმიტომ რომ შენ არა მხოლოდ ქართველი ხალხის ეს ერთი უბედურებაა ჩვენს კონტექსტში არამედ კაცობრიობის წინაშე ადამიანობის წინაშე დანაშაულები ჩაიდინე ეს კი შენზე ბევრად განათლებულ ტიპებსაც კი არ ეპატიათ პირებს რომლებიც გასცდნენ ალექსანდრე დიუმას თუ ჟიულ ვერნს ამიშვილობა ბერას ლექსებს იმათაც კი არ ეპატიათ შენ კი მართლა რაღაც ბერას ლექსებზე გინდა რომ შეგსვა არ გამოვა რუსთაველის ქვეყანაა ეს და კიდევ ვაჟა-ფშაველასი გალაქტიონისა სიამაღლობელისა ზვიადრატიანისა ყველა სინდისის პატიმარისა ვინც ახლა არის აი უდრეკად რომ არიან და მერაბ კოსტავას გზას რომ აგრძელებენ ასია ეს